საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის ჩვენ მოგითხრობთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, გაუარესების და სხვადასხვა მიმართულებების აქტიურ ფრაზაში გადასვლასთან დაკავშირებით. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩაიარა 2024 წელმა და მოვიდა 2025 წელი. 2025 წელი მოლოდინი იყო იმისა, რომ ქვეყანაში დაალაგდებოდა მდგომარეობა და რაღაც გარკვეული მიმართულებებით ეს ქაოსი, რომელიც ქაოსმაც მოიცვა რუსთაველი და მოიცვა სრულიად საქართველოს, ჩაცხრებოდა. და ამ ჩაცხრომის საფუძველზე ქვეყანა გადავიდოდა სტაბილურ პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ როგორც ჩანს, ესეც არ მოხდა და კვლავ გრძელდება ქვეყანაში არეულობა, გარკვეული ესე იგი მიმართულებებით დესტაბილიზაციის მცდელობის მასშტაბური ხასიათის მიცემა და რუსთაველი კვლავ ეპიცენტრი არის დაძაბულობის. დღესაც უკვე ეს ადამიანები იმ დონეზე არიან გაურჯულებულები და ურწმუნოები, როდესაც ახლოვდება და უკვე რამოდენიმე საათი დარჩა ქრისტოსშობის დღესასწაულთან დაკავშირებით და გილოცავთ მრავალ თესტარით და ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ და ქრისტესშობის დღესასწაული, რომელიც დღეს უკვე რამოდენიმე საათში შემობრძანდება თითოეული ქართველის ოჯახში, ყოფილიყოს ბედნიერების მომტანი და საქართველოს გამთლიანების მომტანი ყოფილიყოს. აი ამ დღესასწაულზეც კი ისინი არისვენებენ და ამ დღესასწაულზეც ისინი არასწორი, რომ ვიტყვი, მიმართულებით მოქმედებენ. აი ეს უბედურება ტრიალებს დღეს ჩვენ ქვეყანაში, უბედურების საფუძველზე დღეს უკვე არა თუ მარტო ოპოზიცია, არამედ გარეშემტრებიც ხელს ითმობენ და არა თუ მარტო შიდა დაძაბულობის ფონზე უნდათ მათ ქვეყანაში არიან სიტუაცია, არამედ გარეშემტრებიც უკვე კარგად და საკმაოდ ეფექტურად და საკმაოდ ძალიან რომ ვიტყვი ხელგაშლილი მოქმედებენ და შესაბამისად ძაბავენ ამ ქვეყანაში მდგომარეობას. 2025 წელი, ეხლა მესმის რომ ამ წელიწადში არის დაპირებები იმისა, რომ აღდგება ქვეყანაში სიმშვიდე, აღდგება სტაბილურობა, აღდგება სამართლიანობა და ყველაფერი ჩადგება ნორმალურ პოლიტიკურ ჭრილში. ეს აუცილებელიც არის და ასეც უნდა წარიმართოს ჩვენ ქვეყანაში მდგომარეობა, რადგან სხვანაირად ეს არ გამოვა. ამიტომ არის საჭირო, რომ ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით ყველა ქართველმა და ყველა საქართველოს მოქალაქემ. ეს ჩვენი ვალი არის, რომ თითოეულ ჩვენთანგანმა არა თუ მარტო ხელისუფლებამ, არამედ თითოეულ ჩვენთანგანმა ჩვენს თავზე ავიღოთ ის ტვირთი და ის რომ ვიტყვი ტკივილი, რა ტკივილის დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს და ჩვენ ქვეყანას გააჩნია, ეს არის დაპირისპირება, ეს არის ქვეყნის უსკლისკენ გაქანება, ეს არის არა თუ მარტო პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ იდეოლოგიური რომ ვიტყვი სიმახინჯე, რასაც დღეს ოპოზიცია ახორციელებს ჩვენ ქვეყანაში და ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი ეს არის და ყველაზე მტკივნეული არის ის, რომ ჩვენ კარგავთ ბავშვებს იმ თაობას, რომელმაც თაობამაც უნდა მართოს ეს ქვეყანა და რომელი თაობაც არის ქვეყნის სიძლიერე. აი ეს მთლიანად ეს მთელი კომპლექსური მოქმედება, რომელი გეგმაც არის ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ შედგენილი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჯერჯერობით ძალაში არის და ჯერჯერობით მოქმედებაში არის და ჩართული არის, რომ ვიტყვი, საათი, ჩართული არის დრო, ჩართული არის წამზომი და გეგმის განხორციელება მიმდინარეობს ეტაპობრივად. ნუ ეს კიდევ ვიმეორებ, არის ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ის კონტინგენტი, რომელი კონტინგენტიც ამას დღეს აკეთებს ჩვენ ქვეყანაში, ეს ალბათ არის ძალიან სახიფათო კონტინგენტი, არა თუ მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ თითოეული ჩვენს ირგვლივ მაცხოვრებელი და არსებული სახელმწიფოების. ჩვენ დღეს ამ თემებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის პოლიტპატიმარი ბატონი ზაზა გვიმრაძე. ბატონი ზაზა გვიმრაძე დღევანდელ დღეს მე მოვიწვიე სპეციალურად, იმიტომ რომ დღეს არის 6 რიცხვი, ხვალ უკვე გათენდება შობის დღესასწაული,
ადამიანი, რომელიც სწორედ იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველი და დიქტატორი, აი სწორედ მის მიერ არის რეპრესირებული კინწვისის მონასტერში, სადაც ლოცულობდა და სადაც ის ესწრებოდა სწორედ იმ ქრისტიანულ წირვა-ლოცვას, რომელიც წირვა-ლოცვის საფუძველს ძლიერდებით ჩვენთანგანა თითოეული ქართველი. ბატონო ზოზა, მოგესალმებით. გილოცავთ. აი დამდეგ, აი ძალიან მალე ახლა რამოდენიმე საათში ჩვენ ქვეყანაში შემობრძანდება ქრისტესშობის დღესასწაული და დღეს ყველანი ღამისთებით ტაძარში ვიქნებით, რომ ვილოცოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა, გადავარჩინოთ სრულიად საქართველოს ის ძირძველი მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მოგვიპოვეს და გადმოგცეს. ბატონო ზაზა, გვეგონა რომ თუნდაც დღევანდელ დღესაც აი ამ მართაც წმინდა დღესასწაულისთაც რაღაც გარკვეული პაუზა გამოცხადდებოდა და გარკვეული ესე იგი რომ მეთქვი რაღაცნაირად ჩაწლანდებოდა სიტუაცია და აი დღეს მაინც რაღაცა ნაბიჯები გადაედგმებოდა იმასთან დაკავშირებით რომ არ იქნებოდა ეს დაპირისპირებული მოქმედებები, არ იქნებოდა ეს ლანძღვაგინება, არ იქნებოდა ეს რომ მეთქვი რაღაც გარყვნილების პროპაგანდა იმ რუსთაველზე, მაგრამ როგორც ჩანს კვლავ აგზელებს ეს სექტანტური დაჯგუფებები და ისინი არისვენებენ და როგორც ჩანს ისი მათ გეგმის ნაწილი არის რომ როგორც 31 დეკემბერი ჩააშხამეს საქართველოს მოსახლეობას და რუსთაველზე მაცხოვრებელ ადამიანებს რაღაც იქ ქელეხის სუფრა გაშალეს და თავის ქელეხი ჩაუტარეს, დღესაც აპირებენ რაღაც გარკვეულ რიტუალების ჩატარებას და რა არის და რას ამ გვაქვს აქვე და ვინა რა კონტინგენტია ეს და რატომ არ არიან ისინი დღემდე იზოლირებული ან რატომ არიან ისინი ასე მიშვებული და პირდაპირ ღიად ებრძვიან ჩვენს ტრადიციულ დღესასწაულებს. ეს მოგესალმებით ბატონო ტრისთან, მე მინდა თეს საქართველოს მიულოცო დამდეგი შობა რამოდენიმე საათში, 5-6 საათში შემობრძანდება ჩვენთან. შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ერთ-ერთი ბრწყინვალე დღესასწაული 12 დღესასწაულთან შორის და მე არ ვიცი ახლა ვინ როგორ შეხვდებიან და რა შეხვდებიან, მაგრამ ერთი რამე არის რომ რასაც აკეთებენ ეს არის მიზანმიმართული საქართველოს წინააღმდეგ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, ჩვენი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, როგორც მიმართული იყო სპეციალურად უკრაინაში, ჩამოშალეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და რას გავს და რას დაამსგავს ეს სიქაურობა, ამის კადრებიც არსებობს, ამის მაგალითებიც არსებობს და ხალხმა უნდა ნახოს ბოლო-ბოლო საით მიდის. სატანა რაც შვება რომ ანგრევს პირველი ხელისშემსეს სატანის გაბატონებისთვის არის მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა. ქრისტიანობა მოშალეს ევროპაში, ქრისტიანული სახელმწიფოები რაც დაამსგანეს ეს კათოლიკური სახელმწიფო, ქრისტიანული კათოლიკური საკონცერტო და ეხლა მართლმადიდებლობა არის პირველი ამოცანა რომ დაანგრიონ მართლმადიდებლური ეკლესიები, მაგრამ სახელმწიფო ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში საფრანგეთში ის არის საერთო საფიფერეში არის გახსნილი და ეს ტაძრებში და რესტორნებია გახსნილი და ეს სკრიპის ბარებია გახსნილი. მაგ რადგინა ეგერ წმინდა პეტრე რომში წმინდა პეტრეს ტაძარზე ტუალეტი გუმბათის თავზეა დამაგრებული. როგორ შეიძლება გუმბათთან იყოს თან პეტრე პავლეს სახელობის ტაძარი ქვია? ამემა გადაუსვეს ხაზი რა. ამიტომ ჩვენ იმაზე კი არ არის ჩვენ ევროპა არ გვინდა, ჩვენ ევროპა გვინდა, რომელიც იქნება დაფუძნებული ქრისტიანულ ფასეულობებზე, სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე, ურთიერთშემწყნარებაზე, ურთიერთპატივცემაზე, რაც არის ქრისტიანობა. მაგრამ როცა ეშმაკი გებძვის, ხელიც უნდა აიღო და ხმალიც უნდა აიღო და ყველაფერი ეშმაკის წინააღმდეგ. კი ბატონო, კი თამარ. როცა დიდი ესეთი წმინდანი არსებობდა იონე ოქროპირი, ის ამბობს, ერთხელ შეგიგინებენ შენ სარწმუნოებას, ერთხელ შეგიგინებენ შენ ღმერთს, ერთხელ შეგიგინებენ, ჯერ ეტყვი რომ ნუაგინებ, მეორედ კიდე ეტყვი ნუაგინებ, მესამედ უკვე უნდა ადგე და დასხო. აი პედაპედა უნდა დაარტყა მუშტი და დააქვავო ისინი, იმიტომ რომ ღმერთს ებძვიან ისინი. მარტო შენ კი არ გებძვიან და შენ სახელმწიფოებრივ და შენს ტრადიციებს, ისინი ღმერთს ებძვიან. შენს ხატებს ებძვიან და ყველაფერს აბიტურებენ ამითი. ისინი არიან ყველანი ეშმაკისეულები. ეშმაკისეულები უნდა დაამარცხო. როგორც რა თქმა უნდა, რუსთაველზე რაც ხდება, ახლა იქ ნორმალური ადამიანი და მორწმუნე ადამიანი ამას არ გააკეთებს, ხო? იქ არის რიტუალები, ხო? რაც აკეთებენ ისინი. ეგ არის სულთა სატანური რიტუალებია, რა მორწმუნე, რომელი მორწმუნეა იქ? მაშინ ფარისევლები დგანან, თუ იწვის მორწმუნე ვარ და იქ იდგება,
ის მორწმუნე არა, ის არის ფარისეველი. ასხადა მორწმუნეობა თავიანთ თავებს. სხვათა შორის ისინი აი რუსთაველზე ვისგანან ამბობენ რომ ჩვენ ავართო ქრისტიანი მორწმუნე ადამიანები და ბიჭო თუ ქრისტიანი და მორწმუნე ადამიანები არიან და პიტაპირ უყურებენ რა რიტუალები სტარდება იქ რატომ ამას ესე იგი ისინი უწონებენ და თუ მორწმუნე და ქრისტიანი ადამიანები არიან რატო ტაშს უკრავენ იმ გაუთხოვარ გათასხოვარ და გათხოვილ კაცებს რომლებიც ჩამოდიან ევროპის ქვეყნებიდან ბიჭო ესე ხო გითხარი ბატონო ტრისთან ეს არის ყველაფერი ფარისევლობა ამაში მართლმადიდებლური და სახელმწიფო არაფერი არ არის იქ რომ მიდის რას ყვება იმ მოძღვარს ატყუებს ეტყობა თორე იმას არც აზიარებს მერე კაცა მოზიარე ხალხი მაგას როგორ გააკეთებს ეგეთ რაღაცეებზე და ჯვარს ფეხს ურტყავენ და ცოცხლს ესვრიან თუ რაც არის და რკინას ურტყავენ და გამოსახული უფლის სახია კუბოზე და იმას გიწვავს იქა და შენ ტაშ უკრავი ეგ რა წესია ჯე და რა მართლმადიდებლები ხარ და რა ფასეულობების დამცველები ხარ არაფერი ეს არის ფარისევლები ესენი არიან ფარისევლები. ამათ ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობის შეხება არ აქვს. ამათ რო შეხება კონდეს, ესეთ რაღაცებს არ იკადრებდნენ. პირიქით წინააღმდეგ გამოვიდოდნენ და გაჯიდნენ. არავინ არ ჯის ამ ხალხს. ღმერთი ჯის ყველას. მე რა უნდა უთხრა ამათ მეტი რა. არა ვარ გიჟიო, შევეკითხე ერთს და მე ვთქარ გიჟები ხარ, იქ რო გადიხარ. არა ვარ გიჟიო. რა უნდა იყო მე ვთქარ. ავათ არიან ღმერთმა უკვე გაჩვენა შენ სახლო გიჟი ხარ ზარასებძი ხარ ღმერთს ვის მოუგია რომელ საუკუნეში მოუგეს ღმერთებს ომი ღმერთთან ომი ვის მოუგია უფალთან ომი ვის მოუგია დედაღვთისმშობელთან ომი ვის მოუგია ამ თავარ ანგელოზებთან ან წმინდანებთან ხმად მებრძოლებიც იყვნენ ბატონო ტრისთან ადრე ძველ დროში და ეკლესიებსაც წვავდნენ მაგრამ იმათ რა დაემართათ შემორჩენილი არ არის და აქ არსებობენ მე-20 საუკუნის ხალხი კიდევ რომლებმაც ეკლესიებიდან გამოიტანეს ხატები, საეკლესიო ნივთები და რა დაემართათ იმ ხალხს. მაგასაც ვერ ხვდებიან და რამხელა ცოდაში არიან და რამდენ თაობაზე გადადის ეს ცოდვა მერე. რამდენ თაობაზე. და გაუფრთხილდით თქვენს გვარს, თქვენს ჯიშს, თქვენს მოდგმას. შვილები გეყოლებათ, შვილიშვილები და რაღაცა რომ მოგიხდებათ მერე უბედურება იტყვი რატომ მომივიდაო. თქვენ წარსულს გადახედეთ. თუ წარსულის მაგალითებზე არ ისწავლეთ ცხოვრება მომავალს ვერ შექმნით თქვენ ბძანეთ ღმერთთან ომი არავის არ მოუგიაო და მართალიც ბძანეთ თქვენ და ღმერთი წინააღმდეგ წასვლა არავის არ მოუგიაო ეს მართალი ბძანეთ და ჩვენ გვახსოვს ზუსტად ახლო მომავალში ეგრეთ ეს სისხლიანი სააკაშვილი სატანისი სააკაშვილი როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში პირველი რა გააკეთა მან დაანგრია და დაარბია კლანის ეკლესია, ხო? იქ სპეცნაზი მიუსია, იქ ეკლესიის კარები შეანგრია, შესაბამისად იქ მერე დაარბიეს ის მრევლი, მღვდლების ცემეს და ამ უბედურებაში და ამ თლიანობაში მთელ აი კომპლექსურ მოქმედებაში მონაწილეობას ღებულობდა სააკაშვილის ის გარემოცვა და სწორედ ის ადამიანები, რომელიც მას უმაგრებდა ამ დიქტატორულ რეჟიმს და ეხლა იცით რა არის? იყო ვანოვერაბიშვილი, იყო ადიაიშვილი, იყო უბაშვილი, იყო ბოკერია, ყველანი. ყველა იმ ადამიანს გარკვეული პრობლემები აქვს დღემდე ცხოვრებაში, ხო? ანუ ესე იგი ღმერთი გეუბნება რომ გაჩერდი რა, ნუ ესე იგი ნუ მიდიხარ არასწორი გზით, ხო? და შენ მაინც აკეთებ ამას. და მაინც ესე იგი შენ მიდიხარ იმ უბედურებისგან და იმ ჯოჯოხეთისგან, რომელიც შენ ფაქტიურად გაგ მიზანმიმართულად დაგეგმილი, ხო? ანუ ღმერთმა მათ ყველა საკადრისი პასუხი გაცა, ბატონო ზაზა. და იგივე ხდება ახლა ამ რუსთაველზე, ხო? რაც ხდება, კაცო, ეგრე ახლა თქვენ იქ ქრისტეს გამოსახულება, იქ ვიღაცა LGBT ისა ცხოვრებით მიმდევარი გოგო შარდავს ქაშვეთის ეკლესიის წინ, ხო? იქ ჯვარს შეურაცხყვეს. იქ მოკლედ ესე იგი მთლიანობაში არ დატოვეს წმინდა რაც არის ჩვენი და ეკლესია რასაკეთებს ამ დროს ქაშვეთის ეკლესიის მამები დლები ლოცულობენ და მოყავთ რომ დარბევიზოს შემოდით რომ შეიფარონ იფარებენ კიდევ იფარებენ და იქ არც პოლიცია შესულა და მის შესძროს რო გვარბებდნენ ეკლესიაში შემორბოდნენ და იქაც ეკლესიაში კი არა იქ მოგდებდნენ ფეხ და ფეხ ყველგან მოგდებდნენ კაცო კი ყველაფერს აკეთებენ შენ აქ ეკლესიაში არ დაგაპატიმრე ეს ეკლესიის სპეცოპერაცია ეკლესიაში ჩაგიტანე ეკლესიაში ჩაატარეს სპეცოპერაცია ლოცვის დროს ხო და რა მინდა ახლა გითხრათ ვიფასო მეგობრებო და აგერ ბატონმა ზაზამას ახსენა ახლა ეს ყველაფერი უკრაინაში ხდება მართლაც უკრაინაში საშინელებები ხდება კაცო ის სცენარიც უკრაინაში განვითარდა და რა პროცესების დაიწყო უკრაინაში წლების წინ და მიმდინარეობს დღემდე ხო ეს იყო მიზანმიმართულად ყველაფერი
გაწერილი იყო სწორედ იმ მასონებისა და იმ გლობალისტებისა და იმ სატანისტების მიერ, რომლებიც დღეს თლიანად მოდებული არიან მთელს ევროპაში, მთელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე არ ვიცი ახლა რა მოერევა მათ და მოერევა თუ არა ხა ტრამპის ისა რომ მეტყვი რკინისხელი ძალიან მეეჭვება, იმიტომ რომ ბევრნი არიან ესენი და ძალიან ესე იგი რომ მეტყვი უზარმაზარი ფინანსების პრობლემები არიან და ახლა რაც უკრაინაში ხდება და რაც უკრაინაში მიმდინარეობს, ხო, ეს მასიურად არის ყველაფერი. მთელს უკრაინაშია, თითქმის ყველა ტაძრები დაიხურა, თითქმის მართლმადიდებლობა ფაქტიურად აღარ არის და წერილობები არ მიმდინარეობს. იგივე პროცესები დაიწყო ჩვენთან საქართველოშიდაც და იგივე ესე იგი მოვლენების განვითარება დაიწყო ჩვენთან საქართველოშიდაც. ახლა ამ ბოლო დღეებში, როდესაც მათმა რაღაც გარკვეული რიტუალი ჩაატარეს და ხიდები ჩაკეტეს და მე ჯაჭვი გააკეთეს, აგერ ვიხილეთ მეტეხის ხიდთა განმოფელი ბანერი და ასე რაღაცა შეურაცხყოფა ეკლესიების, ასევე ანჩისხატის დაზიანება და ისა შეურაცხყოფა, ხო? და აი ეს უკრაინაში მე მინდა ყველა მიცოდეს და ყველა ნახოს, ხო? რა ხდება უკრაინაში და რა მდგომარეობაა დღეს ტაძრებთან მიმართებაში და უკრაინაში და გთხოვთ ვაჩვენოთ კადრი, როგორც ესე იგი შეურაცხყოფენ უკრაინელები წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ხატებს და როგორ ისინი ეზოში ატარებენ რიტუალებს. ეს გთხოვთ ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებლებს. აი ბატონო ზაზა, უკრაინაში რაც ხდება, თქვენ ახლა უკრაინა ახსენეთ და რეალურად ეს არის მტკიცებულება იმისა, კაცო. აი ესეთი რაღაცის გაკეთება უნდა ამათ საქართველოში დამეჯერეს საპატრიარქოს ჩამოშლა უნდა საერთოდ გაუქმება საპატრიარქოს ტახტის საქართველოსი, რომელიდან ღვთისგან კურთხეული გვაქვს ჩვენ და ეს ეკლესიების ტაძრების მოსპობა უნდა საქართველოში. რა ხდება? რაც უკრაინას გაუკეთეს, იმიტომ გვეკაჩებოდნენ იქ რუსების წინააღმდეგ, იმიტომ გვეკაჩებოდნენ ამ ომში. ყველაფერში რომ მე დაეპატრონებოდნენ ამას. იმიტომ იძახიან რომ არჩევნებია გაყარ, ვერ მოვიდნენ. ღმერთმა არ დაუშვა საქართველოში რომ ესენი მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. ღმერთმა დაგვიფარა და რა გადაგვარჩენსო ბატონო ტრისტან იძახით, რა გადაგვარჩენს ლოცვა. ღმერთს თხოვნა, დედა ღვთისმშობლის წირკვეთი ქვეყანა და ღმერთს უნდა თხოვდა დედა ღვთისმშობლის რომ დაგვიფაროს და ყველა წმინდას ჩვენსას. კი ახლა ღმერთი გვიფარავ ჩვენ და ღმერთი რო არ გვიფარავდეს აქამდე ვერ მოაღწევდით. ახლა როდემდე უნდა იყოს ეს მარაზმი კაცო, გაიგეთ? არ ესმით ამათ, არც ღმერთის ესმით, არც არავის არ ესმით ამათ კაცო. არავის არ ესმის ამათ. ეს უნდა აკვეთოს. ეს ამათ უნდა მოუაროს უკვე ხელისუფალმა რა. აი მას არჩეული რისთვის არის მთავრობა? რისთვის არის პარლამენტი? ესენი ღმერთს გმობენ, ესენი ეკლესიას გმობენ, ესენი სიწმინდეებს გმობენ, ესენი გმობენ ყველაფერ იმ ტრადიციულს და იმ სიწმინდეებს რაც ჩვენ გაგვაჩინია, ხო და ამათთვის ეს არაფერი არ არის აბსოლუტურად. ამათთვის არის აი ესე მხოლოდ ნარკოტიკების ზემოქმედების ყოფნა და იქ ერთმანეთთან ვასვასი. მე გეტყვი როგორიც რაც უნდა მოხდეს. დიახ. იმ ინსტიტუტებში, რომელიც ამდენი არის, კერძო ინსტიტუტებია და იმათი სტუდენტებია სულ გამოშვებული და ის ყოფილი მიშას ხალხი რომ იმ ინსტიტუტებში ასწავლიდა, თავიანთი გახსნის ინსტიტუტებია, სახელმწიფო უნდა ჩამოართვას ლიცენზია და დავინახავ მე ეს სტუდენტები სადივლია. მასიური წმენდა უნდა დაიწყოს. მასიური წმენდა განათლების სამინისტროდან და იმას ყველას უნდა შეუწეს ლიცენზიები. ახლიდან ყველა პროფესორი მასწავლებელი გამოსაშვებია იქიდან. არავინ არ არის იქ პროფესორი და მასწავლებელი და ცოდნე რამისი. მისასოს ასოცირებული პროფესორები და რაღაცები რო შემოიღეს დატრეინინგებულები სოროსის ფონდიდან და იმიდან სამთიან კურსებზე და თავიანთი წიგნები და შემოტანილი რაღაცები ნათარგმნი რაღაცა ნაჯღაბნების ასწავლიან არაფერი ქართული იქ არ მიდის ბატონო ტრისტან რა ეს ინსტიტუტები საერთოდ უნდა შემოწმდეს რას ასწავლიან სტუდენტებს ისევე ახლა ნახეთ რა ხდება მაგ სტუდენტები არიან ისე უწერენ ჩათვლას, ისე უწერენ გამო მიტინგზე იარონ. თან ფულსაც აძლევენ, კაცო. იმას საჭმელი უნდა თელი დღე რო არის. ახლა ნახეთ რა ხდება. ახლა თქვენ ახსენეთ პროფესორები და ახსენეთ თქვენ ეს პედაგოგები, რომლებიც დღეს მართლაც მასიურად არის მოდებული თელს უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლებში, ხო? ესენი არიან სულ ყველა დატრეინინგებული
პედაგოგები და მათ არავითარი ესე იგი განათლება არ აქვს პროფესიის დამიხედვით და აბსოლუტურად არანაირი რომ იტყვი საგანმანათლებლო მაგათ მოღვაწეობა არ გაუვლიათ და არანაირი ესე იგი რომ იტყვი მაგათ ნაშრომების დაცვა არ გააჩნიათ. ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ იმ მიმართულებით რომ აი ეს რაც ჩვენ დღეს მივიღეთ ხო ამ ბავშვებიდან ის სწორედ ეს არის მათი შრომის ნაყოფი ხო ეს არის ყველაფერი. ამავდროულად ეხლა ნახეთ რა ხდება ხო? კი ბატონო სახელმწიფო პოლიტიკის ნაყოფიც არის მარტო ისინი არ არიან სახელმწიფოც არის მაგაში. ეს როდესაც უკვე სახელმწიფოს რატომ იმაჩნია მე რომ სახელმწიფოს ბრალიც არის ეს ყველაფერი იმიტომ რომ თავის დროზე სახელმწიფო ეს არ გააკონტროლა არ აღკვეთა რომ ძირშივი არ აღკვეთა რომ აი ესეთი არაავტორიტეტული პედაგოგები ასეთი რომ იტყვი უსამშობლო პედაგოგები ასეთი ხელოვანი ხალხი რომლებიც აგერ ყრილ არიან რუსთაველის გასული და ვითომ ხელოვანი და მომღერლები ვარიან მაგრამ ეს არის ბუტკის და კონტეინერის ხელოვანი და მომღერალი ადამიანები რომლებიც დღეს მაგ ხელოვნების ნაწარმის არაფერი არ გააჩნიათ რეჟისორები რასი რეჟისორები დიპლომები თქვენ არ გაგაქვთ და არ გაგაჩნიათ და ისა რა ქვია ლიცენზიები თქვენ არ გაგაჩნიათ და რისი რეჟისორები ხართ ერთი გამაგებიათ და რა ფილმები გაქვთ ისტორიული ფილმები გადაღებული და რა ნაშრომები გაქვთ რაღაცა რა სცენარები გაქვთ ერთი გაკეთებული მითხარით გარდა ამ იმის რაღაცა ქვია ლიბერალი LGBT ფაშისტური იდეოლოგიის რომ იტყვი განვითარებისთვის რაღაც გარკვეული ისიც არ გაქვთ კარგად გაკეთებული იმიტომ რომ თქვენ არის თუ გინებები არ იქნება კინოში ის კინო დღეს არ იღება გინება უნდა იყოს გაკეთებული ერთი მითხარი გინების გარეშე კინო არ არსებობს ასეთი რეჟისორები და ასეთი ხელოვნების ისახარ თქვენ მუშაკები მათ რომლებიც გამოდიხართ და იქ ერთთან ბავშვი ხართ და კიდევ აგერ პედაგოგები და რექტორები რომლებიც თქვენი ბრალია ეს და თქვენ ამათ სისტრის სამართლის პასუხისგებლობის პაკეტ უნდა დგეს ამათი ამ პედაგოგების ამ რექტორების ამ რეჟისორების ამ მსახიობების ამ ბუტკის მსახიობების გაიგე და კონტეინერის იმის რაღაცა ქვია მომღერლების და იმის იმიტომ რომ ესენი პირდაპირ ახალისებენ აი ამ უბედურებას და ამ სიბინძურეს რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება და რაც ნახეთ ხომხახეთ რა ხდება უკრაინაში და ეხლაც კიდევ აი სწორედ ის კულტურა და ის ხელოვნება არის უკრაინაში დღეს განვითარებული რასაც ეხა თქვენ აქ ხელს უწყობთ ჩვენ ქვეყანაში და მე მინდა კიდევ ერთი ახალი კადრი ვანახოთ როგორ ესე იგი ცეკვავენ და როგორ მხიარულობენ ეს ლიბერალი LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მიმდევარი ის ადამიანები რომლებიც იქ უკრაინაში მიტინგებზე და იმას აღლუმებს და ასეთ რაღაც გარყვნილობის იმას ატარებენ ორგიებს ხო რაღაც უბედურებებს ატარებენ ხო აი პირდაპირ გადმოღებულია საქართველოში. თქო აჩვენოთ კადრები და ნახოთ ჩვენ მაყურებელმა და ჩვენმა მოსახლეობამ რაც უკრაინაში ხდება და რას ველოდებით ჩვენ მომავალში საქართველოში თუ დროულად არ იქნა ეს გარყვნილობა და ეს რაღაც ქაოსი აღკვეთილი ამ ქვეყანაში. აი ბატონო ზაზა, როგორი ის აქვს, ღონისძიებები აქვს. ამ ესენი არის ხელოვანი ხალხი, გესმით რაში ასე. ესენი უწოდებენ თავიანთ ხალხს ხელოვან ხალხს და ესენი უწოდებენ თავიანთ ხალხს, ესე იგი დონეს და კულტურის მოღვაწეებს. გუშინ იყო ბატონ ტრისთან გამეორებით ადრე ჩატარდა. მაშინ ცოცხლები იყვნენ ყველა თითქმის მთელი არტისტები ბოლო რა, მოხუცებულები ანზორ ქოქოლაძემ ჩაატარა ეგეთი რაღაცა მარჯანიშვილის თეატრში იყო თუ არ ვწდები რაღაცა და როგორები იყვნენ ლეილა ბაშიძე, ოთარ თენგიზარჩევაძე, ოთარ კობერიძე გამოდიოდნენ ჯერ როგორ ვაზა აზარაშვილი იყო მეღვინე თუხუცესი კაფიანიძე არ იყო მაგას უკვე დაღუპული იყო ბატონი ზურაბ და უყურებდა ხალხი არა ხო ჯერ არ საკანელიძე ყველა კარლო და ყველანი ყველა კაცო ყველანი აი ვინც იყვნენ ახლა რა და რო ანახეს ესენი კომპოზიტორი ძველი ისენი იმისთან სიამაყის ის მეუფლებოდა რომ აი უკვე მედია ჩახავამ ისე ლამაზად გააკეთა რაღაცები იმღერა თავის ძველი ფილმიდან რომ გაგიხარდებოდა ადამიანს კაცო იყვნენ ადამიანები იყვნენ მომღერლები მაინდა-მაინც დღესა ხართ ისენი რატო არ იყვნენ მომღერლები თქვენზე მეტი არ იცოდნენ განათლება არ ქონდათ თუ რა არ ქონდათ ლექსის საკითხვა არ იცოდნენ თუ რა არ იცოდნენ გურამ საღარაძე ლექსს რო კითხულობდა და ბევრი
იმისანა ლექსებს კითხულობდნენ, ხალხი გიხაროდა, ზეპირად იცოდნენ ქართული ლიტერატური, ქართული ისტორია, თავის ქვეყნის ყველაფერი იცოდნენ ქვეყნის შესახებ. დღეს გამოვიდნენ ახალგაზრდები და რამდენი არის ეს რა ქვეყანაში. ისინი ვერ ხვდებიან ეს რა ქვეყანაა საერთოდ. ვერ აღუქვიათ როგორი სამშობლო აქვს და რა მაგარი სამშობლოა. სპეციალურად გვიკეთებენ ამას იმ დროიდან, როცა დაიწყო LGBT ფაშიზმი და ჩაიყო საფუძველი ამ სოროსიდან და იქ ფონდებიდან, როცა მოვიდა, რომ ჩვენ ქართველებს არაფერი არ შეგვიძლია. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, არა და მდიდარი ქვეყანა ვართ ჩვენ. ყველანაირად მდიდარი ქვეყანა ვართ. იმდენი რამე გვაქვს ჩვენ ქართველებს. მარტო ერთი დიდი ზოგს თუ ნავთობი აქვს, ჩვენ წყალი გვაქვს. ნავთობის გარეშე შეიძლება გაძლოს კაცმა, მაგრამ წყლის გარეშე ვერ გაძლებს ადამიანი. ამ ხელა რესურსი აქვს საქართველოს სამ პატარა ქვეყანას. პატრიარქის სიტყვები გახსოვთ ბატონს წყალი არავინ გავყიდოთ, დინარები არ გავყიდოთ, ტყე არავის მივყიდოთ. აბა, კი, როგორ არის, პატრიარქი ყოველ. ეს არის მტკნარი წყლის წყლების მთლიანი რესურსი. დიახ. მტკნარი წყლების და ჩვენ რას ვაკეთებთ? არსად არ გვაქვს ეს სიმდიდრე 0.75% რო გავყიდოთ, ჩვენი წყლის ჩამოვასწრათ 0.75% დაახლოებით 1.30 მილიარდია საქართველოსი. და საქართველოს იმ ხელა რესურსი აქვს, პატა იყო ცხონებული გიორგაძე. მაგ წყლის იმ თემაში იყო, აკადემიკოსი კაცი იყო და იმას ჰქონდა დათვლილი სხვებთან ერთად რა, კიდე მოღვაწეობდნენ მეცნიერები და რამდენი იყო, იცი? ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ კრედიტი იმდენი რესურსი, 9 ტრილიონი დოლარი ავიღოთ კრედიტი, როგორც კი მოგცემენ, იმიტომ რომ დათვლილია რესურსები, დათვლილია სახელმწიფოს მიმართ. და რა არის? 200 ქარხანა გინდა რომ 0.75% წყალი გაყიდო. 200 ქარხანა წყლის ჩამომსხმელი. საქართველოს ყველა კუთხეში ხალხი ხო დაასაქმებდა. ყველაფერი ამასაც ხო გაყიდიდი. თან როგორი წყალი გვაქვს? ულტა იისფერს სხივებში გატარება აჭირდება. 5 შრი აქვს ჩვენ წყალს. მსოფლიოში ეს უნიკალურობა არცად არ არის. უკვე გაფილტრული ამოდის. 5 შრია, 5 შრეში ამოდის, იფილტრება წყალი, ისე ამოდის ეს წყალი. და ჩვენ არ შვებით არაფერს. გვაქვს ისეთი რაღაცები კიდეს. წიაღისეული სიმდიდრეები, რომელიც ქვეყანას თვითონ ჩვენ მოხმარებას და ოქროს ფასმია, აგერ ხო ხედავ, ოქროს საბადო გვაქვს და როგორ შეიძლებოდა ისეთი სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა, როგორც იყო ოქრო, სხვა, გინდა აეროპორტები, გინდა რაღა ყველაფერი. კი ბატონო. გინდა მიწა, ჩვენი მიწა არ უნდა გაყიდულიყო. მე ერთ რამეს ვიძახი, მიწა ყველას უნდა კონდეს. ქართველ კაცს და საქართველოს მაცხოვრებელს. მიწა, მაგრამ თუ არ ხმარობს ამ მიწას ის სექტორობით არ უნდა კონდეს 30-40, ვინც ამუშავებს და ვინც მოიყვანს. ის უნდა გადასცეს სახელმწიფო. ის იმიტომ იყიდა, მაპატიეთ, იმიტომ იყიდა მან უცხოელმა ჰექტორობით მიწა და არ ამუშავებს, ქვეყნის ეკონომიკა დავარდეს. ქარხანა ფაბრიკები ისთვის დაგვაშლებით. ქართველმა კაცმა არ დაამუშავოს ის მიწა. სოფლის მეურნეობა, სპეციალურად მოისპო. სოფლის მეურნეობა იმიტომ მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე. მრეწველობა მოისპო. მრეწველობა მოისპო. ამ ხელა რუსთავის მეტალურგია. აი თქვენ ახლა ახსენეთ, ნახეთ, სწორედ აი ეკონომიკური კუთხით ახსენეთ და ეკონომიკური კუთხით წაიყვანეთ ეხლა თქვენი აი ეს გარკვეული მიმართულება, ხო? ეხლა რა ხდება? თუ ქვეყანაში ეკონომიკა არ არის, ხო, ერი არის გამათხოვრებული, ხო? გამათხოვრებული ერს მე ეპატრონება სხვა ვიღაცა სხვა ქვეყანა, ხო? აი სწორედ ამისკენ წაიყვანა ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყანა. როდესაც ჩვენი ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ბატონებო და ქვეყანა ჩვენ გავხდით დამოუკიდებლები და რასაც ჩვენ მივესალმებით და ყოველთვის ვართ იმის ვიტყვი წინა ხაზზე რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, პირველი რაც გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პირველი გააკეთა ის რომ გაგვიღვივა ჯერ კონფლიქტები, აგერ სამაჩაბლო და აგერ ესა აფხაზეთი. პირველი რაც გააკეთა. სამაჩაბლოდან დაიწყო კონფლიქტი. სამაჩაბლოსა ეს დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა და რუსეთის ჩართულობით. რა თქმა უნდა, მაშინდელი რუსეთის ჩართულობით, რომელიც ელცინი გახდათ პრეზიდენტი და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო დასმული და მთელი ეს ელცინის გარემოცვა ყველანი იყო მიმული ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებზე. საცხოვრებს ელცინის დროინდელი კონსილები, საგარეო ამერიკაში. კი, მაბადიეთ ხო, კი, ახლა სწორედ თან ვიდივარ. და აი ერთობლივი, ეს იყო ერთობლივი ოპერაცია ამერიკის რუსეთ-ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩატარებული საქართველოში, სადაც გააღვივეს კონფლიქტები. კონფლიქტების გაღვივებისთან თანხლები დაიწყო ქვეყანაში უკვე კრიზისი, ხო? დაიწყო უკვე რა? ფაბრიკა ქარხნების ნგრევა. ხალხი მიუშვეს ყველა ამ გრანდიოზულ საკავშირო ფაბრიკა ქარხნები ქონდა, საკავშირო ფაბრიკა ქარხნები ქონდა, მიუშვეს ხალხი და აგურ დააკედინეს ყველაფერი. აბსოლუტურად კაცეშვილს არავის მომკითხავი არ იყო, არავინ იქ მიმსვლელი არ იყო, ამ ხელა უზარმაზარი ფაბრიკა ქარხნები ინგრეოდა, მილიარდობით ტონება გავიდა და არავინ არ ეუბნებოდა, იმასაც შენ რატო აკეთებ, ამას რატო რისთვის ანგრევ.
ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ქვეყნის ეკონომიკა დაცემულიყო. ქვეყანაში არანაირი მრეწველობა აბსოლუტურად და საერთოდ არანაირი, ესე იგი, პროდუქციის და წარმოების შექმნის უნარი არ ქონებოდა ამ ქვეყანას. ეს გააკეთეს ძალიან კარგად. ის 2 კაპიკი, რომელი 2 კაპიკიც ამ აგურებში და ჯარჯი შევა ხალხმა ცოტა ხანი იყო, შემდეგ დაამათხოვრეს და ხელი გააშვერინეს და ხელი გააშვერინეს სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებმა იქით საიდანაც დაიწყეს ამ ხალხის მართვა. გესმით რაში ასაფრე? მშიერი კაცის მართვა არის ძალიან ადვილი. მიცეს პატარ 2 კაპიკი და მე ესე იგი ცოტა გამოახადეს თვალებში, ცოტა რომ გამოახადეს თვალებში, მე ისევ დაუკეტეს ეს ონკანი, ისევ დაამშიეს, მე ისევ აზრდებენ და დღემდე მოდის აი ესეთი მაიმუნობით და ასეთი რომ მიტყვი ბინძური რაღაც ბინძური გეგმებით მათი აი ესეთი ზეგავლენა ქვეყანაში. აი ეს არის ზეგავლენა უკვე და მოახდინეს ზეგავლენას აი ამ სწორედ დაანგრეულ, დამშეულ, გაუბედურებულ ქვეყანაზე და დღემდე ესე იგი ისინი ფაქტიურად უკვე რაღაც დღეს ახლა კიდევ რაღაცნაირად წინააღმდეგობას უწევს ხელისუფლება და ღმერთმასასო დავზვრეთ ჩვენ მაგათი კლანჭებიდან, მაგრამ ძალიან რთულია მაგათი კლანჭებიდან დაზრომა, რადგან მთელი საბანკო სისტემები მაგათ ხელს შეაშთა თუ რამე დღეს ბანკებიდან მოგებები მიდის, ჯერ მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში. ისე მათია ეს ბანკები და არ გიგონოთ რომ ქვეყნის ბიუჯეტში შედიდოს აქ რა მილიარდები გადის აქედან თითოეული ჩვენი მოქალაქე. და კაპიკები შემოდის იმ ბანკებიდან მოგებები. კაპიკები იმ ხელა მოგებებზე გადის და ჩვენ აქანა კაპიკები გვჩება, ხო? აი ეს არის ყველაფერი იმისათვის გაკეთებული, რომ როგორ უნდა მართოს ქვეყანა, უცხო ქვეყანამ, რომელსაც უნდა მისი ზეგავლენა და მისი ესე გაბატონება, ხო და მათ არ უჭირდება ჩვენზე გაბატონება, იცი? იმიტომ კი არ ჭირდება ჩვენზე გაბატონება და ჩვენი ესე იგი ზეგავლენის ქვეშ მოხვედრა, მათ ჭირდება ტერიტორიები. ტერიტორია ჭირდებათ მათ, რომელ ტერიტორიაზეც განალაგებენ და მე ყოველთვის ამას ვიძახი თავიანთ სამხედრო ბაზებს, რის საფუძველზეც ისინი რაც უფრო ახლოს მივიდნენ რუსეთის საზღვრებთან, მით უფრო მათთვის არის ეს უკეთესი და მეტ პრობლემას შეუქმნის ის რუსეთის ფედერაციას ჩვენი ქვეყნი და სადაც არის მათი ძალები განლაგებული, ხო? ეს არის კლიანობაში მთელი არსი. და ეხლა რაც შეეხება აფხაზეთსა სამაჩაბლოს, ხო? თქვენ გონიათ რომ ვითომ და ისინი რაღაც გარკვეულად გული შეტკივათ აფხაზეთსა სამაჩაბლოს დაბრუნებასთან დაკავშირებით. სანამ მათი ზეგავლა დაიქნება ამ ქვეყანაში, ნუ ვიფიქრებთ ჩვენ აფხაზეთსა სამაჩაბლოს დაბრუნებასთან დაკავშირებით. ნუ ეს შემთხვევაში, იმიტომ რომ პირველი ხელისშემშლელი ფაქტორი და ხელისშემშლელი პირობები არის ის, რომ აი ეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებულ და მოწყობილ პროვოკაციაში, რასაც ქვია სამაჩაბლო და აფხაზეთის ომი, ხო? ისინი მათ არასდროს არ გადაიყვანებენ მშვიდობიან ჭრილში. იმიტომ რომ მათ ეს არ ჭირდებათ, მათ ჭირდებათ იქ ყოველთვის დაძაბული სიტუაცია და ამას აკეთებენ და ჩვენ ახლა ვნახეთ ამ ბოლო დროს როგორ გამოიყვანეს იქ ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, სწორედ ის არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც დაუპირისპირდნენ იქ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს, აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს. დაფინანსებენ, როგორც აქ ფინანსდებიან ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციები და პირდაპირ ანგრევენ ქვეყნის უსაფრთხოებას, იგივე როგორც კი ნახეთ რა მოხდა, როგორც კი რაღაც გარკვეული გაცხადებები გაკეთდა აფხაზეთის მხრიდან და საერთოდ რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაღაც მესიჯები იყო, რაღაც ისეთი. ეხლა შეიძლება ბევრისთვის ეს უმნიშვნელო იყო, მაგრამ ჩემთვის მაგალითად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ იქ რაღაც ცხენზე აჭენებული აფხაზი ბიჭი გამოდის და ქართული დროშა უჭირავს ხელში, ხო? ხო ეს მნიშვნელობა. ამავდროულად რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ მზათავართ, რომ ჩვენ ჩავერთოთო ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. აი როგორც კი ეს პროცესები დაიწყო, ხო და რაღაცნაირად გარკვეული მესიჯები და ის კიდე ქართულ სიმღერას უსმენ და ის ხო გაგიჟდე, როგორ უსმენს? ქართულ სიმღერას რო უსმენდა აფხაზი კიდო, აფხაზეთის პრეზიდენტი ჟანია რო უსმენდა მოსკოვში რესტორანში ქართულ სიმღერას, ამაზე სულ გადაერიენ, სულ გასრულებდნენ და აი სულ ესე იგი აი პირდაპირ რომ იტყვი საშინელებას ჩავარდნენ, ხო? იმ წუთშივე ამოქმედეს თავიანთ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები აფხაზეთში. აგენტურა. ის აგენტურა როგორი აგენტურა ჩვენ ვყავს და ნახეთ რა. დაიყოლიეს ისე ხალხიც. ააგორეს. აგენტურა. თემა ააგორეს, ხო? თემა ააგორეს. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ამას აკეთებენ. ეს გააკეთა უკრაინაში. უკრაინაში კიდევ ვიმეორებ. დაძრებით ახურული არის ბატონებო. მე პირდაპირ გეუბნებით, უკრაინაში
თავიდან ბოლომდე პირდაპირ გარყვნილობის პროპაგანდას ეწევიან ტაძრებში, იქ რა ვიცი, სტრიპტი ბარები გახსნეს, რესტორნები გახსნეს და ყველაფერი უბედურებას აკეთებენ და ეხლა რამიდან მე გითხრათ, ეხლა მე მაგალითად უკრაინაში ქართველები რომლებიც იქ იმყოფებიან, ხო, არის კონტინგენტი, რომელიც თავისი შეხედულება არის და მათი საქმე არის და რა ვიცი, ზოგი ბრძოლობს და მეტი ნაწილი კიდევ სხვადასხვა რაღაც გარკვეულ მაიმუნებში ღებულობენ მონაწილეობას არის კიდევ კონტინგენტი ქართველების, რომლებიც ჩვენ გვემუქრებიან, რაკეთა გვაგინებენ და ტანკების შემოსვლით გვემუქრებიან და განადგურებით გვემუქრებიან. არის ეგეთი ნაძირალა, ვანო ნადირაძე, ეს უსამშობლო ადამიანი და ის ყარალაშვილი და ეგეთი რაღაცები მე არ მეშინია პირდაპირ ვასახელებ მათ გვარებს ასახელებს და არიან კიდევ აშკაცი ბიჭები ქართველები, კაიგე, რომელი ქართველების უპირისპირდებიან იქ ყოფ ქართველებსა და იქ ყოფ ფაშისტებს და ლიბერალებს, რომლებიც პირდაპირ ანადგურებენ უკრაინაში მართლმადიდებულ ტაძრებს, მართლმადიდებლობას და ასეთი არის ახლა გვარდასახელს დავასახელებ, მაგრამ აქ არის ოთარი არის ჩვენი ერთი რომელიც იქ უკრაინაში დიდი ხანია არის და ომში დაძღებულობდა მონაწილეობას და ფაქტიურად შეხედა უკვე რა რომ ეთქვი მდგომარეობაში და რა მიმართულებით მიყავს იქ ამერიკის შეერთებულ შტატებს მდგომარეობა და განუდგა ეს ყველაფერს და დაიწყო პირდაპირ აი ამ იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა და ეხლა გთხოვთ ვაჩვენოთ კადრები ეს ოთარ ჯანიკაშვილი რომელიც ის ქართველი კაცი და მართლაც გულანთებული ბიჭი არის და მართლაც რომ მისთვის მიუღებელი არის ის მდგომარეობა რა მდგომარეობასა მიმდინარეობს დღეს უკრაინაში საშინელება არის როგორ ესე იგი სასქეს ორგანოებს ახატავენ უკრაინის ტაძრებზე და როგორ არის დაკეტილები და როგორ ესე იგი ფაქტიურად უკვე მთლიანობაში დახურულია თელი მართლმადიდებლური ტაძრები და გთხოვთ ვაჩვენოთ ის კადრები რომელი კადრები თვითონ ოთარიმ გადაიღო და ხელში უჭირავს მას საღებავი იმისთვის რომ ის სიბინძურე რა სიბინძურეც ესე იგი არის დახატული ამ უკრაინის ეკლესიის და მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ტაძრებზე რომ ის გადაშალოს და ფაქტიურად მოაცილოს ის იმახინჯე იქიდან იგივე რაც ანჩისხატზე გააკეთეს ხა ჩვენ მე და ბატონმა ზაზამ ვახსენეთ გადაცემაში ეგრე ხო ანჩისხატის წაბილწეს იქ მეტეხის ტაძართან წაბილწეს იგივე აი ზედიზედ პირდაპირ გაჭრილი ვაშლივით არის ყველაფერი და თქო თაჩვენოთ კადრები ეხლა მე მინდა ერთი საინტერესო რამ განახოთ საგდიო ეკლესია დაკეტილია და უყურე რა ხატია ნახე ჩამოხსნილია აქ აბრაც აი ეს არის რწმენა უკრაინელების სად არის რა რწმენა არის რწმენა ახლა ვიყიდე კრასკა რომ გადავღებო აი ბატონო ზაძა ეს ჩვენი ქართველი ბიჭი არის ოთარ ჯანიკაშვილი ღმერთმა გაუმარჯოს პაშკაცი ბიჭი არის ღმერთი დალოცავს მაგაც და ღმერთის ფარველობა იქნება სააკაშვილის მიერ რეპრესირებული იყო თავის დროზე და ისიც სასჯელს იხდიდა და სააკაშვილის დროს და იყო ერთ-ერთი რა ქვია პოლიტიკური პატიმარი და პოლიტიკური მე გაერიდა კაკაურებას წავიდა კაცო ეს კაცი და ვიცი ვაის გავეყარე და უის შევეყარეო ხო იმ მდგომარეობა აღმოჩნდა ეს კაცი ახლა და ამიტომ არისო ესე პირდაპირ ახლა ღიათ მას ხოთა შორის თავის სიცოცხლეს რისკის შეშაკეთებს ახლა იქ კი შეიძლება მოკლან მაგი იმ ფაშისტებმა კი არ არის გამორიცხული ფაშისტები არიან იქ ხელისუფლებაში და ის ფაშისტები არიან რომელიც აკეთებენ LGBT და ანტიქრისტები არიან ანტიქრისტები არიან შეიძლება მოკლან ეს კაცი ისე თუ ხმას მიაწვეთ ბატონო ტრისტანო აქეთ ჩამოვიდეს და აქ არის მართლმადიდებლობა ახლა უკვე დასაცავი უკრაინის მართლმადიდებლობა ვეღარ დაიცავს არა მაგას ჩვენ გვაქვს მაგასთან კავშირები და იმიტომ გვაქვს კავშირები რომ მე ახლა კადრები თვითონ გამომიგზავნა მან პირადად გამომიგზავნა და მის აი არც ფარავს და არც ფიცავს და არც უარყოფს რომ მე აქ უნდა თუ მე უბრალოდ არ ამოვიღე ხმა და არ დავიწყებ ბრძოლა ამ პირდაპირ ამ ანტიქრისტების წინააღმდეგ ხო აქ ქართველების სახელის გაგონება აღარ უნდათო იცით ისეთ რაღაცებს იმაშობა ქართველების სახელის გაგონება აღარ უნდა თვითონ უკრაინელებსო იმიტომ რომ სხვა მიმართულებით წაიყვანესო ქართველების გარკვეულმა ჯგუფმაო
მდგომარეობა არის კონტინგენტი, რომელიც წინახაზე ბრძოლობს, კაცო და აჩვეულებრივად საბრძოლო მოქმედებებში ღებულობენ მონაწილეობას და იღუპებიან კიდევაც ბიჭები, მაგრამ არის კონტინგენტიო მე ახლა გვარების სახელების დავასახელე, ხო? ეს კონტინგენტი, რომლებიც თითქოს ომობენ, მაგრამ არ ომობენ, არის მარტო TikTok-ერები არიანო, აიგე და იკეთებენ ასე TikTok-ებით რეკლამებსო და ზოგი აქეთ გვემუქრება, ზოგი იქით იმუქრება და ზოგი კიდევ აი ამ ორგანიზებულ ანტიქრისტიანულ მოძრაობაში არის ჩართული და ამ ეკლესიების დარბევაში ღებულობს მონაწილეობას და ეს დაუპირისპირდა პირდაპირ ამ ძალებს, გესმის? და ამ ძალების დაპირისპირებიდან გამომდინარე, კი რაღაც გარკვეული პრობლემები ექნება, იმ რაცფერა არ მეშინიო ამბობს და იძახის, რომ ამდგები ბოლომდე კაცო, იმიტომ რომ ეს ყველა საქმე არისო, გაიგე. საქართველოშიც არის დასაცავი, ეხლა აქ ჩამოდით ხო? მათ აღარ ეშველება არაფერი. ხო, ამიტომ არის, ნახეთ ბატონება, ნახეთ ეს კადრები, ხო, ნახეთ ეს კადრები. აი ეს ზუსტად იგივე სიტუაცია რა. თქვენ გონიათ საქართველოში არ ხდება უკვე და ეს არ შეურაცხყოფენ ჩვენ ეკლესიებს და არ იმაშვებიან. იყო მცდელობები უკვე. პირველი მცდელობები იყო შეურაცხყოფა, როცა გამოდიან საპატრიარქო და იმას ახსენებენ უკვე რომ ეს რუსული ბუდია და უნდა დაინგრეს. სანამ საპატრიარქო დაინგრევა, თქვენ დაინგრევით საქართველოში. იგივე დაიწყო უკრაინაშიც ხო ისი აი რუსული ესე იგი ეკლესიები რუსული ბუდე აი რუსულად ესე იგი წირვალოცვა მიმდინარეობს და ეგეთი რაღაც იგივე ნაბიჯები გადაიდგო და მე ისა რა ქვია ჩვენ და ქართულად მიდის კანონის დონეზე მიიღეს მე ხომის რადა მიიღო კანონი რომ აიგზალა უკრაინაში მართლმადიდებლური აბა წირვალოცვები აიგზალა ის ვიდეო იქაც სატანისტების ზიან აბა ვინ შეიყვანდნენ ახლა ზელენსკის პარტიის ხალხი ვინ იყვნენ ისინი იყვნენ რომელზეც ეს სამშობლო არ უყვარდა ძმო დაფინანსებული ფულით გამაძღრები რომელსაც აჭმა ამდენი მილიარდები წამოვიდა ძალიან ზოგადად მთელი დასავლეთისა და რაქნეს არაფერი ქვეყანა დააქციეს გაუბედურეს გაათახსირეს ეხლა რა არის ესე ნახეთ ეს ნუ თუ ახლა ჩვენ მე თლიანობაში მთელი საქართველოს მოსახლეობა მაქვს ყავს ხედველობაში ასეთ რაღაცებს რო ვხედავთ გაიგე და უყურეთ რა ხდება უკრაინაში ხო როგორ დაიწყეს ნაბიჯ ამ ქვეყნის განადგურება ხო აღარ არსებობს ხალხო უკრაინელი ხალხი არ არსებობს ეხლა 47 მილიონიანი ქვეყანა და კიდევ რაღაცნაირად კიდევ სულთქავს ხო რაღაცნაირად ერთი 18 მილიონი თუ დარჩებოდა ახლა იმ ქვეყანაში და ისიც ნახევარიც კიდე გარბის აღარ არის ხო ახლა რესურსი რო აღარ ყოფნით უკვე გაწევისის დაიყვანეს უკვე 18 წლამდე რა აბა ომში გაწევისის რო აღარ ყოფნით რესურსს და ეხლა ნახეთ რა გარბიან ახალგაზრდები ახლა მასიური გენოფონდი საერთოდ აღარ ეყოლება უკრაინას გენოფონდი არ მასიური დეზერტირობა დაიწყო საფრანგეთში მომზადებულმა ბრიგადამ მასიურად დატოვეს ბრძოლის ველი და გამოვიდნენ გაიგე რაშია საქმე ეს მაკრონი რო ამაყობდა რომ აი მე მომამზადებ ბრიგადაო და აღჭურვიო და ის მათმა უარი განაცხადეს ბრძოლებში ჩამბაზეს და გავი და მიატოვეს რა ყველაფერი ხო? იმიტომ რომ შეხედეს რეალურად რაც ხდება, გაიგე? ამ მდგომარეობაც არის და როგორ გაწირა ზელენსკი და როგორ გაწირა ამერიკის შეერთებული შტატებმა უკრაინა და ამათმა როგორ მოიცქელეს ჯიბეები, ხო? აი ხალხო, მეგობრებო, ძვირფასო ჩვენო ქვეყნის მოქალაქეებო. ამას ნუ დაუშვებთ. უკრაინიზაციას ნუ დაუშვებთ ჩვენ ქვეყანაში, ხო? ხელისუფლება როგორც არ უნდა მოგწოდეთ ჩვენ და როგორც არ უნდა გვეხატებოდეს გულზე, ხო? ჩვენ ყველა მერთად უნდა ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ. ჩვენი შვილები, ის ახალგაზრდები, რომელი ახალგაზრდები სწორედ აი ამათმა გამორეკეს ქუჩაში და დღეს მიატოვეს უკვე და მიტოვებულები არიან. სად არის ერთი რომელიმე ოპოზიციის პარტიის ლიდერი დგას დღეს ამბავშვებთან და რომელიმე ოპოზიციის პარტიის ლიდერი დღეს ამბავშვებს შევადარიგებას აძლევს? არა, იმიტომ რომ ამათ მიერ ორგანიზებული ქაოსი არის ეს ყველაფერი, ხო? ამათ მიერ ორგანიზებული ეს არის, რომ ვიტყვი, მთლიანობაში ეს არეულობა ამ ქვეყანაში და მიატოვეს. ეს ბავშვები ახლა მიატოვეს მგლის ხახაში. გესმით რასია, შვილებო, მშობლებსო, თქვენ გეუნდებით, მშობლებო, გააკონტროლეთ თქვენი შვილები. ნუ ჩადგამთ სოდვაში ფეხსა, ნუ გაწირავთ თქვენ შვილებს. თუ არა, ნახეთ, რა მდგომარეობაში ჩაგივარდებათ, მე თქვენ შვილები რაც უკრაინაში ჩავხმეთ, გვაცილოს, მაგრამ რას იზამთ აქეთ მიზის ყველაფერი თუ დროულად ჩვენ არ გადავდგეთ ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ აღკვეთოთ ეს უბედურება, რა უბედურება დღეს მიმდინარეობს ჩვენ ქვეყანაში. მე გამოდიან მშობლები, ვაი მე ჩემი შვილიო ასეთი არ იყო. ბჭო, როგორ არ იყო შენი შვილი ასეთი, კაცო? შენი შვილი რო თელი ღამე სახლში არ შემოდის. ქალბატონო თუ ბატონო, მშობლებო, დედა და მამა, მთელი ღამე რო სახლში არ შემოდის შენი შვილი, ხო? მას არ ეკითხები, სად იყავი, შვილო? ვისთან იყავი? სად რომელ მოგებორთან იყავი? ან არ ურეკავ, შვილო, რატომ არ მოდიხარ სახლში? ახლა მაინც არ არის პრობლემა სატელეფონო კავშირებით ამ კომუნიკაციების. სად იყვნენ? იცი, სად არიან? ღამის კლუბებში არიან.
ნარკოტიკებზე დამოკიდებულები არიან. მე აქ კიდევ მიწისქვეშა გადასასვლელებში უკვე დაიწყეს ახლა რუსთაველზე და მიდით ბატონო, რა დროსაც გინდა, იმ დროს უკვე წდომადი არის ნარკოტიკული საშუალებები და იქაც უკვე მიდით მთელი აი ეს რომ მეტყვი უბედურება და ჩადიან მე ეს ვაი ჟურნალისტები გრიგოლიას თამადობით და ტაშუკრავენ ამ ბავშვებს, გაიგეთ? ამას რასაც ახლა ჩვენ დღეს ვხედავთ, ხო? ეს არ არის შვიდად საყურებელი და ეს არ არის, იცოდეთ თქვენ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშია ახლა ჩვენ თვითონ ჩვენ თავს ქვეყანაში მშვიდობა არისო. ქვეყანაში ომია ახლა არის გაჩაღებული ომი ქვეყანაში. არ არის აუცილებელი ავტომატით დაიკავო ხერხით ავტომატით მოკლა ადამიანი. ამაზე მეტი ბინძური მკვლელობა არ არსებობს ამ ქვეყანაში. ახლა რითაც ახლა ჩვენ ხოცავთ ვკლავთ ჩვენ შვილებს და ჩვენს მომავალს და ჩვენს ქვეყნის რომ მეტყვი გენოფონდს, ხო? ამასთან დაკავშირებით რამე ნაბიჯები უნდა გადადგას ვარა ხელისუფლებამ? მე ვთქვი ბატონო ტრისთან, უნდა გადადგას ხელისუფლებამ, უნდა აღიკვეთოს. და აღკვეთა მოხდება იმ შემთხვევაში ეს სტუდენტები, რომელს ინსტიტუტებიდანაც არიან, მათ იციან ყველაფერი იცის ხელისუფლება, ვინ არიან მაგ ინსტიტუტების დამფუძნებელი ლექტორები და ვინ მუშაობენ მათ ინსტიტუტებში. მეტი წილი პედაგოგები არიან სუყოფილი ნაცისტები, რომლებსაც ღმერთი არ ასწამთ არაფერი და უშვებენ ამ ინსტიტუტს ჩათვლას უწევენ, გამოცდას უწევენ და უნახევრებენ იმას გადასახდელ ფულს და მთელი იმიტომ ამდენი ახალგაზრდა გამოსული. აბა ვისაც სწავლა ინტერესებს, რა უნდა დილიდან საღამომდე, როდი უნდა ისწავლოს? მშობელმა ხო უნდა მოგითხოს იმას? ბიჭო, მშობელს აღარ უჯერებებს, მშობელმა რომ რამე უჯერებს, უჩივლებს და კანონია, ისეთი მშობელს იჭერენ. მშობელს იჭერენ, ბატონო ტრისთან. მშობელი ისე უნდა მიუდგეს თავის შვილს, ხო? ვერ მიუდგება. ამათ გადაუტრიალეს ჭკუა. ანუ მშობელის ისეთი არის, გაიგეთ? მშობელს ძალა აღარ აყოფნის, ძმაო. მშობელმა რომ მოკიდოს ხელი, რას ქვია ხათო ჩემი შვილი ხელნა როგორ უნდა გამექცეს, გესმის რაში? ვა, გააქციეს, ვერ უყურებ წადს. ეხლა მე რასაც უყურებ, ხო ხედავ გდანის ციხის. ამხედრე შვილები მამების წინააღმდეგ. ცოლები ქრების წინააღმდეგ გაამხედრეს, ვერ უყურებ? და რამდენი ახალგაზრდა კაცი ზის და ოჯახი დაინგრა ქართული. ოჯახის დანგრევა, ეს ტრაგედია. ეს ახლა არა, მე მოიცაგა ჩემი მოიცადე. ეს არის ახლა თვითონ მშობელის ბრალი, გაიგე? არ არის მშობელის ბრალი, კაცო? არ მეთანხმები თამაში მე თქვენ? მშობელის დამნაშავია, აბა არ არის დამნაშავი. მშობელი არ უნდა გააკონტროლოს თავისი შვილი? უნდა გააკონტროლოს, კი არა ყულის უნდა აუწიოს დასაწევი. მე რატო რა გქონდა? ანუ მშობელიც იმნაირი არის, ხო როგორც შვილი? ხო? ხო იმნაირი არის. ეხლა რომ გამოდიან გდანის ციხის იროდგან და ვაიმე ჩემი შვილი არაფერ შუაში არ არის და არ არის დამნაშავე. როგორ არ არის დამნაშავე? მოლოტოვის კოქტეილი რო ესოლა მისმა შვილმა პოლიციასა დაწვა, არ არის დამნაშავე? ხო არის? ეს იცი რატო ეს არ გამეორდებოდა? პირველად რო ისოლეს მოლოტოვის კოქტეილი და იმათ სასწაული მიეღოთ იმ საყურეებიან და ვიღაცეებს, ხო? გრიგორიანესა იმებს. ხო, იმებს. იმ ესე კი არა რომ მე შეიწყალა პრეზიდენტმა. მაგათვის ყველანაირი საჯელი რომ მიეცათ იმდენ. მეორე თაღარიზა. მიცეს საჯელი, როგორ არ მიცეს კაცო? რამდენი? მიცეს, ნუაც მიცეს, მაგრამ მოიხადა ის საჯელი? როგორ მოიხდიდა კაცო ამ ხელა იმიტომ რა ფუფალა მოწაწალე იმან უსამშობლო ქალმა შეიწყალა ეს ყველაფერი გაიგე ყველა ამიტომ მე კიდევ მშობელს უბრუნდები გაიგე და მშობლები ნუწუწუნებენ რომ ესე იგი ჩემი შვილი უდანაშაულო ძისი გაიგე შეხარ ჯერ მშობელია დასაჭერი გაიგე რომ შენ შვილი ამ მდგომარეობაში და დღეს ქუჩაში ვარ რუსთაველზე იქ და რა უბედურებას აკეთებს და მთელი ღამე რომ მიშვებული ხავს ან დედა ან მამა რასაკეთებ ვერ გავიგე როგორ რა სიტყვებით ლაპარაკობენ თუ მე ვიზი ბრალია მშობლის ბრალი არ არის ეგა აბა რა არის მშობელმა რო გაიგოს ჯაუშას არის სახში არ იგინება როგორ დაინახა ერთხელ დაუნახე თავი შვილი როგორ იგინება ტელევიზიით ბიჭო ჩვენ ხო ეხლა დავამთავრეთ სკოლა და ინსტიტუტები და გავიარეთ ცხოვრება ხო ეხლა გასაგებია ცხოვრების ესა გეტყვი ეხლა ნახე მომრულ დავიღოთ სკოლაში ვსწავლობდით ხო დილას ჩვენ მივიდოდით 9 საათზე სკოლაში 9 საათზე იწყებოდა გამოდიოდა 9 9:30 მოყოლიყავით უკვე ჯგუფში შესული ხო კი ბატონო ხო ესე იგი ჩვენ უკვე ოჯახიდან გამოდიოდით და მივიდოდით სკოლაში საღამოს 6 საათამდე ვიყავით სკოლაში ზოგი ხანძლებული იყო ზოგი ის და გინდა არ გინდა ზოგი პირველამდე ზოგი ორამდე მე სახში მოვიდოდი დედა ყვდებოდა სახში არა შეხედე გინდა არ გინდა შენ ეს გარკვეული პერიოდი რაღაც დღის მეტი ნაწილი ხო შენ სკოლაში ქონდა გაიგე ურთიერთობა პედაგოგები რომლებიც ისინი მეორე მშობლები იყვნენ და გარდა იმისა რომ ჩვენ ისინი განათლებას გვაძლევდნენ ამიტომ ისინი კიდევ მათ ხოდათ მიდგომა როგორც მშობლური მამაშვილური და დედაშვილური მიდგომა ჩვენ აი მასწავლებლები ხო არა რას გეუბნები ნახე აი პედაგოგები ამავდროულად შეხედე კომუნიკაციაში იყვნენ პედაგოგებთან ჩვენი მშობლები. ჩემი შვილი დღეს სკოლაში მოვიდა, ან თუ ესრება გაკვეთილებს, გესმის საშიო საქმე, ან ხوارაფილი გააფუჭა, ან რა გააკეთა, ყოველდღიურ კომუნიკაციებში იყვნენ.
დღეს ეს სისტემა აღარ არის მოშლილია. თან კომუნიკაციის ერთი საშუალება რა იყო? დღიური იყო, კაცო, იმაში გიწერდა, თუ რამე იყო. მე რას გეუბნები? დღეს ეს სისტემა მოშლილი არის. კაი, დაუშვათ მოშალა იმას ყველა მე სისტემა, ხო? და მშობელსა და იმას პედაგოგს შორის აღარა კომუნიკაცია. განათლება სამინისტრო მოშალა. მშობელი რატო არ ტეხავს განგაშებს, განგაში ზარებს, რომ ეს სისტემა რატო მენელა შეუსრულეს, ბიჭო, შეუსრულეს. შეასრულეს, აქ ხუთი აი მაშია, თავარი ეს არის. ფული მოდიოდა, ეს უნდა გაიგეთ, ჯერ ერთი წვეთი ჩააგდეს, მეორე წვეთი, მესამე წვეთი, მეოთხე წვეთი, მეხუთე წვეთი, მეექვსე წვეთი, არაფერი არ არის, ეს გადაივლის, ამდენს გადაიარა კი არა და გამოჩნდა, დღესო კი არ გადაიარა. მოშალა. გადაგვიარა უკვე. გადაგიარა, უკვე წაგლეკა ამან. გადაგვიარა იმ ბინძურმა იდეოლოგიამ და ბინძურმა პროპაგანდამ და ესენი ეს ნაძირლები, ესენი ჭუჭუვაშაძე და ხაზარაძე და ეს მევახშეები კიდევ ხელს უწყობენ აი ამ პროპაგანდას ამ ქვეყანაში და ეხლა კიდევ ის ხომ მიიღეს დაფინანსება. დაფინანსება ხომ მიიღეს, იმიდა სახელმწიფო დაფინანსება და თურმე ესე იგი ლეგიტიმური ყოფილა, ახლა არჩევნები, გაიგე, ხო იცოდნენ არა ლეგიტიმური არისო. ეხლა ლეგიტიმური ყოფილა და ეხლა გამოდის ეს გათახსირებული არამზადა ვაშაძე, რომელიც დასაჭერი არის. ეს უნდა დაიჭიროთ. ბატონო ბიძინა ივანიშვილო, ძალიან გთხოვთ, ვაშაძე და ესეთი მსგავსი ადამიანები დააპატიმრეთ, იმიტომ რომ დღეს თუ რაც უბედურება ჩვენ ვტრიალეს ამ ქვეყანაში და რა დღეშიდას ეს ბავშვები არიან, მათი ხელშეწყობითაა ეს ყველაფერი. ხაზარაძის ხელშეწყობით არის ეს გათახსირებული მევახშე რო არის. სალომე ზურაბიშვილი აქედან არ გაუშვათ, იცოდეთ, გაიგეთ, ასია საკეთ. სალომე ზურაბიშვილი დასვით სააკაშვილის გვერდით. და იქ უნდა იყოს ის, იმიტომ რომ ესენი არიან პირველი დამნაშავეები იმაში რომ ეს ბავშვები ჩააგდეს ამ მდგომარეობაში, ხო? და მათი ესე იგი რომ მეთქვი ასეთი ხელშეწყობითაა ეს ყველაფერი. ამიტომ ეხლა პარლამენტში შესვლა მოინდომეს, გაიგე რაშია საქმე. პარლამენტში შესვლა მოინდომა და გააკეთა ვაშაძემ განცხადება რომ ჩვენ ნახლავ ადგილობრივიო. არჩევნები უნდა მოემზადოთ. უნდა მოემზადოთ ბრძოლა დავიწყოთ პარლამენტიდან. ანუ ესე იგი შედიან ესე პარლამენტში. ანუ თქვენ შვილებო, რომლებიც მანდ 24 საათი ხართ უკვე გამოსული და დაკარგეთ იქო ეს ცხოვრება დაკარგული გაქვთ რაც გაიარეთ. ეხლა სანამ გვიან არ არის გამოერიდეთ მაკაურობას რა. გამოერიდეთ, იმიტომ რომ დაუბრუნდით სწავლას, ისწავლეთ. თქვენს ხარჯზე ისინი შეულობენ ფულებს, იცოდეთ, გაიგეთ, ჯიბებს ისკელებენ, დიდრდებიან. თქვენ კიდევ ყველანაირი რესურსს კარგავთ აბსოლუტურად. ახალგაზრდულ ცხოვრებას კარგავთ, გესმის საშიასწებელს. ჯანმრთელობის რესურსს კარგავთ. ჯანმრთელობას კარგავთ. თავარი ცოდნა და უსწავლელი ადამიანი ყველაზე ადვილი სამართალია და უცოდინარი ადამიანი. ის რომ ჩამოყალიბებული მშობლები გახდეთ, ამას კარგავთ, იმიტომ რომ ავამტყოფობას იძეთ იქ უკვე რუსთაველზე, ხო? თქვენ აღარ დედათი ვარგებთ, აღარ მამათი ვარგებთ, იმიტომ თქვენში განაყოფიერება არ მოხდება, იმიტომ რომ თქვენი ის თლიანობაში, რაც უკვე რითაც უნდა თქვენ ერი ამრავლოთ, ეს თლიანად უკვე ანულირებული არის, იმიტომ რომ ისეთ საშუალებებს გაძლევენ და ისეთ, ესე იგი, ძლიერ მოქმედ ნარკოტიკებს გალევენ თქვენ ვერც შვილს გააჩენთ და ვერც მომავალს შექმნით. დროზე გამოერიდეთ იქაურობას. სადაც ახლა თქვენ თავი შეგაყოფიეს ამ ჯოჯოხეთში და უშველეთ თქვენ თავს. ხომ ხედავთ, თქვენი მშობლებიც არიან უკვე დეგრადირებულები უძახი ამ მშობლებს. მე რომელიმე მშობლებას შვილები ასე მიუშვეს, გაიგე და ასე პირდაპირ ურჩხულის ხახაში ჩააგდეს და დღეს არ ბრძოლობენ ის მშობლები იმისათვის რომ ეს შვილები გადაარჩინონ. გინდათ თქვენი შვილების გადარჩენა? გინდათ, გამოდით. შევქმნით მშობელთა კომიტეტები შევქმნით, გაიგეთ. დაგვიძახეთ, ჩვენ დაგვიძახეთ. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, იცოდეთ. დაგიდგებით, დავდგებით ერთად, გაიგეთ და ერთად გადავარჩეთ ამ შვილებს და ერთად გამოვგლიჯავთ ხელიდან ამ სატანისებს, ამ ბავშვებს, რომელი ბავშვების დღეს აგერ გვეღუპება რუსთაველზე. ბატონო ზაზა, არის თუ არა საჭირო, რომ დღეს უკვე მშობელმა თქვა სათქმელი ქვეყანაში და მშობელმა უკვე შემოკლას განგაში ზარები, რომ მისი შვილები იღუპება. უნდა თქვა მშობელმა ყველგან იღუპებიან, კლუბებში იღუპებიან, იქ იღუპებიან. ყველაფერია, კლუბნი ნარკოტიკი არსებობს, ის არსებობს, ეს არსებობს, ათასნაირი რაღაცეები არსებობს, ფსიქოტროპულები დასალევზე აყოლებენ რაღაცეებს და ხავს გადადის ჭკუაზე და იმას აღარ სწავლა უნდა, არაფერი გაბრუებული დადის ახალგაზრდა. ვერ ლაპარაკობენ, ხო იყვენ ტელევიზორში, ეგრე YouTube-ზე იყვენ, სხვა არხი, გამოვიდნენ რაღაცას, ბურთყუნებს, რაღაც სისულელეს იწახის. ვეფხისტყაოსანი ვერ გაურჩევია რა. აბა, თარმე რასაშინელია. სიკეთეს ზია ბოროტო არსება მისი გძელია. რასაშინელია. სიკეთეს ზლია ბოროტო, სიკეთეს. არ არის პირიქით რო უნდა ეთქვა. და მასალებელი გამოვიდა ილია აუნია თუ რაღაც ინსტიტუტი და რისეთი სისულელე თქვა, აღარ მახსოვს რა. იმდენ ის გაყნილების ბუდი არის, ეს ილია-აუნი. ის ერთ-ერთი. ეს ვიქ ყველა ეგეთი არის, კაცო. ყველა ეგეთია იქ. და ეს პედაგოგები ხო იცი ზოგი ილიანა უშასოვის მე ისინი საათები აქვს იქ კავკასიის უნივერსიტეტში, მე იმის უნივერსიტეტში, ამის უნივერსიტეტში და სპეციალურად აკეთებენ, მაგათ ტვინი მოუწავენ ბავშვებს. ბიჭო, ადამიანს რასთვის დადიხარ, ჩვენ რისთვის სიხდით, ფუსუს ცოდნა ვარ მიიღეთ. ბატონო ზაზა,
მე მადლობელი ვარ თქვენი სტუმრობის დღეს და კიდევ ვიმეორებ და კიდე განმეორდები, იმიტომ რომ დღეს 6 რიცხვია და რამოდენიმე საათში ჩვენთან შემოგბრძანდება ის წინვალე დღესასწაული. და მიულოცოთ კიდევ ერთხელ. რომელი წინვალე დღესასწაულსაც ზიჟეიმებს მთელი საქართველოს მოსახლეობა და მთელი ქრისტიანული მართლმადიდებლური სამყარო, ხო? დიდ ბოდიშს მოგითხოთ თვითფასო ტელემაყურებელებო, ჩემო საზოგადოებაო, ასეთი რაღაც გარკვეული რომ ვიტყვი აგრესიულობისათვის და დაძაბული გადაცემისათვის, მაგრამ რას იზამთ? რეალურად ჩვენ მე დღესაც მინდოდა რომ რაღაცერად მშვიდ ვითარებაში წასულიყო ჩვენი გადაცემა და მშვიდად შეგვეხედა ყველაფერი იმ განვითარებული მოვლენებისთვის, რომელი მოვლენების კარგი მიმართულებით წავა, მაგრამ ვერ ვიქნები ჩვენ წყარათა მშვიდად ვერ დავისვენებ ჩვენ მანამ სანამ ამ უბედურებას არ აღკვეთავთ ამ ქვეყანაში. სანამ იმ გარეწრებს იმ არამზადებს და სანამ იმ არაქართველებს და იმ სულით მახინჯ ადამიანებს ჩვენ არ მეუძვინთ თავის ადგილს და გაფრთხილებთ უყოლას. კიდევ ვიმეორებ, ყველა გადაცემიდან გაგაფრთხილებთ, იცოდეთ. თქვენ იცოდეთ, არ გაპატიებთ იმ უბედურებას, რა უბედურებაში და ჩაგდეთ დღეს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა თაობა და ჩვენი შვილები, რომელიც შვილებია ესენი, ჩვენი შვილებია ესენი და ჩვენ ყველა თითოეული ჩვენგანი შვილებია ესენი, სულყოლანი, ვინც დღეს თქვენ ქუჩაში გამოყარეთ და მიატოვეთ იქ და ჩაუგდეთ მხეცებს და ურჩხულებს ხახაში, პირდაპირ და უკვე ესენი ბავშვები უკონტროლუები. მე მინდა თქვენ მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე, ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და ღმერთმა გნასწროს ეს მდგომარეობა, რა მდგომარეობაში დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მალე გამოსულიყოს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან და ქვეყანა დამგარიყოს სტაბილურობისა და სიძლიერის გზაზე და ქვეყანაში ყოფილიყოს სიმშვიდე და დაგვეწყოს უკვე ერთხელ სამუდამოდ მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ აღვადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზებით. მე ბატონო ზაზა თხოვთ ჩვენს მაყურებლებს მიულოცოთ დღევანდელი დღე თქვენ მალე დადგება საქართველოში უდიდესი დღესასწაული, შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ყველას მოგილოცავთ. უსურვოთ ჩვენ ქვეყანას პირველ რიგში მშვიდობა, ჩვენ თუ გადაგვაჩვენს, ჩვენ ღმერთი გადაგვაჩვენს. საქართველო იყო ქრისტეს მხედრობა. ხალხი ეწირებოდა ამ ქვეყანაში ქრისტესთვის, დედაღვთისმშობლისთვის და ამდენი წმინდანები ყავს და მოდით რა ხალხო ვილოცოთ ღმერთისთვის და ჩვენ გადავრჩებით. აღშენებულებაც იქნება, ქვეყანაც გაძლიერდება და ტერიტორიებსაც ისე ლამაზად დავიბრუნებთ ღმერთის ღვთისნებით. რომ ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება როგორ ადვილად მოგვარდა ეს პრობლემებიო. დავბრუნდეთ ქართველები ღმერთისკენ და ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩემო TV+-ის სახელით გილოცავთ შობის წინავ დღესასწაულს და ღმერთმა გაგაძლიეროთ და გაგამრავლოთ. მადლობთ რომ გიყურებთ, ღმერთმა დაგლოცოთ, კარგად ვანდებოდეთ.